საღამოშვიდობის საპატუცემულო ტელემოყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია TV12-ის საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა ჟურნალისტის დღიურები, რომელსაც ტრადიციულად მე და პუბლიცისტი დავით ჩარტიშვილი გავუძღვებით. საღამოშვიდობის საპატურო დავით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ტრადიციულად მჯერა და მწამს, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივა ამჯერადაც. საინტერესოა ძალიან. დიახ, თემაც ძალიან საინტერესოა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქმნის ახალ სპეციალიზებულ დანაყოფს, რომლის მოვალეობაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემთხვევები გააკონტროლოს და მათზე რეაგირება მოახდინოს. ეს ეხება არა მარტო ტრადიციულ მედიას, არამედ სოციალურ მედიასაც და ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი. ბატონო დავითი, ამ კანონის შემოტანას ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოყვა, აზრიც ტრადიციულად გაიყო ორ ნაწილად კი არა და რამდენიმე ნაწილად საზოგადოებაში. და არაერთი სკანდალი წინ უძღოდა. კი ბატონო, სკანდალი იყო იქ უამრავი რაღაც ქსენოფობიური გამოხდომები. პირადი შეურაცხყოფები. მე როცა ახლა როგორ რითი შემოიფარგლება ეს სტრუქტურა მხოლოდ აი ასეთ უხეშ თვალში საცემ ეროვნულ უმცირესობების მიმართ, რელიგიური უმცირესობების მიმართ თუ ზოგადად პოლიტიკური ნიშნით აი ძალიან უხეში გამოხდომებს მიაქცევს ყურადღებას თუ ზოგადად უფრო დელიკატურად მინაწერ და მინიშნებებით მინაწერსაც კი ყურადღების ცენტრში და დასჯადად გახდის. მე არ ვიცი რადგან იქ ეს უკვე იქნება დამოკიდებული იქ სტრუქტურაში რა ტიპის რა მომზადების და რა ცენზის ხალხი იმუშავებს თავად. საქმე იმაშია ჯემალ, რომ ტექსტს ერთი და იგივე ტექსტს სხვადასხვა სუბკულტურის ბაგაჟის ადამიანის სხვადასხვანაირად კითხულობს და აღიქვამს, ხო? ჩვენ ერთხელ გითქვით, რომ იმის არ იყოს ბიბლიასო ერთი და იგივე ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს და იგივე ფრანსის ასისელი შეიძლება დაიბადოს ბიბლიის კითხვით და ტორკვემადაც შეიძლება დაიბადოს, ხო? იგივეც ყურანის კითხვით რაღაც დიდი სუფიები დაიბადოს, ხაიამი და ასე შემდეგ და შეიძლება იგლის და ტერორისტი დაიბადოს და წავიდეს ისლამურ სახელმწიფოს დასაცავად, ხო? ანუ ბევრ სხვა გვერდით მოვლენებზე და ეფექტებზეა დამოკიდებული უშუალოდ ტექსტის აღქმა. ასე რომ ძალიან საინტერესო და მუშაობა ელის ამ სტრუქტურას ამავე დროს უაღრესად მაღალ პროფესიულ დონეებსაც მოითხოვს თანამშრომლებისგან. აი, რანაირად და როგორ იმუშავებს სტრუქტურა ეს გამოჩნდება ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მედიას ძალიან გაგვიჭირდება გავაკონტროლოთ ამ შემთხვევაში რესპონდენტების საუბარი და აქ როცა რესპონდენტი მოდის ვთქვათ სტუდიაში და შედის ექსტაზში ვთქვათ ან როგორ შეიძლება მოთოკო ამ შემთხვევაში აი ვიზზე იქნება ჯარიმა და ვიზზე იქნება ვთქვათ მტკიცების ტვირთი. ეს თული სათქმელია აქ ბევრად უფრო ღრმა და სხვა პრობლემასთან გვაქვს ჩვენს. ჩვენ ახლა როგორ გამოგვდის იცით? აი გრიშა უნიანი მაგალითად იცით ყველა არხზე მიდის და მთავრდება სკანდალით და დედის გინებით. მარტო ბატონ გრიშა კი არა, ბევრი არის ასეთი რესპონდენტი. მაგრამ მე ახლა რასაც ვამბობდი,
მარტო აი ამ ალა გრიშა უნიანის მაგვარ საუბარზე იქნება რეაგირება თუ იგივე შეიძლება თქვა და ვარესი შეიძლება თქვა მაგრამ ბევრად ლამაზად და შენიღბულად შეურაცხყოფა მიაყენო რა ვიცი ერს და ადამიანს ბევრად ისე დელიკატურად შეიძლება ისეთ სიტყვებით შეამგორო დედის გინებაზე მეტი იყოს კი ბატონო ხო და აქ ისეთი მომენტია არ უნდა დაემსგავსოს ამ სტრუქტურის საქმიანობა რაღაც ოპთან ოპზე რეაგირებას რა ანუ უფრო ნესტს უნდა ებრძოლოს ეს სტრუქტურა და ეს სტრუქტურა მარტო ნესტს ვერ შეებრძოლება აქ უკვე სხვა სამსახურები უნდა ჩაერთოს და ზოგადად ეს ისეთი პრობლემაა რომ მარტო ჩვენთან არ დგას ეს პრობლემა ხო ეგერ ჯერ ამერიკაში თვითონ აი პროპაგანდა რო დაიბადა და პიარი რო დაიბადა მაგმოდ დროიდან მოყოლებული ეს საკითხი დგას და ვიცი ახლა მაგრო წამოვიწყო ეგ თემა და ასე საძუგლებს მივადგეთ რომ უკეთ გავშალოთ ძალიან ბევრ დროს წაიღებს. შევეცდები ახლა ტრადიციის სამებრ, ხო, უფრო ჩვენ მაინც პრეტენზია უფრო ის გვაქვს, რა ქვია, აკადემიურობაზე და თემის არა ნიუსის მიწოდებაზე, არამედ ტრენდების გაშლაზე, ხო, ტრენდის აღწერაზე. კი, და თან ანალიტიკაზე, რა თქმა უნდა. უფრო რეფლექსიაზე, ანალიტიკას თქვით, რომ სხვა ტიპის გადაცემა და მომზადება. მაგრამ მაინც იქით მივდივართ. დავარქოთ ეს ანალიტიკა, ისეთ გადაცემებს არ ქმნიან ჩვენ, არ ქმნიან ჩვენთან ანალიტიკურზე. თქვენ ყოველთვის არიდებთ თავს სიტყვა ანალიტიკას, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა ასე. პასუხისგებლობა მართალია ამ შემთხვევაში და ასე ჩვენ რაღაც უფრო ისეთი საერო ხასიათის საინტერესო საუბრები გვაქვს მეგობრებს შორის, ხო? კი. და იმიტომაც არის ყურებადი ეს ჩვენი გადაცემა. ესეც მოწონთ, რომ ჩვენ არანაირ პრეტენზიას არ ვაცხადებთ ჭეშმარიტების რაღაც ბოლო ინსტანციაზე და ყოველთვის უტოვებთ მაყურებელს საშუალებას ფიქრის და დასვენების გამოტანის ავტონომიურ რეჟიმში. მოკლედ, ეს პრობლემა ახლა იწყება იყო ასეთი უოლტერ ლიპმანი, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი იყო, საზოგადო მოღვაწე, 200-ზე მეტი გაზეთისთვის წერდა ამერიკული გაზეთისთვის. და სხვათა შორის პრეზიდენტ ვილსონი პირველი მსოფლიო ომის მოწყობის შემდეგ ერთა ლიგა ვინ შექმნა და 14 პოსტულატი შეერთებული შტატების ახალი სამყაროს ეს სინამდვილეში ამ უოლტერ ლიპმანის დაწერილი სინია რა ქვია პოსტულატები უბრალოდ ის იმან როგორც პოლიტიკოსმა გაასაღეს იყო მისი პროპაგანდისტი და პიარщики პირველ მსოფლიო ომში იმდენი მოახერხა რომ ამერიკას ჩართვა არ უნდოდა ომში და ჩართო ომი ინსტიტუტი შეიქმნა მაშინ მისი პროპაგანდის და მაგის მეშვეობით პოპულარიზაცია მოახდინა და ომში ჩვეულებრივად ჩაერთვა ამერიკელი ხალხი. ხო და მათ შორის ეს ფიქრობდა, ახლა მცოდნე იყო ძველი ანტიკური ფილოსოფიის და პლატონს ეხმობოდა გეცოდინება ეს მითი გამოქვაბულში რო ცხოვრობს ადამიანები და კლასიკური განმარტებით როგორ არის ახლა იცი იქ რომ ადამიანი ცხოვრობს გამოქვაბულში და იქ შედის ფილოსოფოსი მასწავლებელი დიდი და გამოყავს სინათლის შუბზე და შიგნით გამოქვაბულში ადამიანები ხედავენ მხოლოდ შთილებს მზისგან სისხლებისგან რო ჩდება და ასეთ აღწევს, მაგრამ ლიპმანი ამტკიცებდა, რომ არაა საჭირო ადამიანის გამოყვანა იმიდან, რა ქვია, გამოქვაბულიდან. პირიქით, უნდა დახვეწო ის ორნამენტები, რომელიც ჩდება ამ კედელზე.
ასე და ამგვარად ის გახდა, რა ვიცი, ამერიკული პროპაგანდის leader opinion, ხო, მოსაზრებების ლიდერების მეშვეობით ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და leader opinion-ებმა ჩაანაცვლენ ის კლასიკური მედია, ხო, რაც ჩვენ ვიცოდით ტელევიზიები და ტრამპმა მაგალითად ამ mainstream-ული მედია მის წინააღმდეგ მუშაობდა, ტრამპმა მოიგო ამ ბოლოს ამ სოციალური ქსელების მეშვეობით და სამწუხაროდ სოციალური ქსელები ის ჩანაფიქრი რაც იყო თავიდან მათი შემქმნელების მე მაგ ძველი ზუკერბერგის ინტერვიუ წაკითხული ის ოცნებობდა მაგალითად ისეთი სივრცის შექმნაზე სადაც კულტურული ხალხი დისკუსიებს მართავენ მყარი არგუმენტები გააჩნიათ და გადაიქცა ეს შეიმინგის და ჰეიტერობის ერთგვარ ველად რა სადაც შეიმინგი არის ნებისმიერ სასაცილოდ აქცევენ და ჰეიტერობა არის სიძულვილის ენა ეს ჩვეულებრივი ამბავია სოციქსელებში და აი ამ მოვლენას მე რისი თქმა მინდა ამ მოვლენას ამ კომიტეტის მეშვეობით ვერ შეებრძოლები უბრალოდ ან როგორ უნდა გააკონტროლოს ფიზიკურად ხა რა იცი ეს არის ქცევის კოდექსია მაქვს სოციალებში ასეთი მაგრამ ეს ახლა პროსტო სოციალებში მიიღო ასეთი ხასიათი მაგრამ ეს სიძულვილი და ეს სასაცილოდ აგდება მასე თავიდან ქრისტიანებსაც აგდებდნენ აშეიმინგებდნენ იმასაც კომუნისტებსაც და რა ქვია ნაცისტებსაც და ასე ხდება ამ ასე ხდება ეს ნელ-ნელა როგორც აი თოვლის გუნდა რო ზვავის ფორმას იღებს ერთ-ერთი მექანიზმია მაგორების და ამას ეს ლიპმანი მაშინ არ იყო სოციქსელები მაგრამ ამ ნუ ეს გაზეთების და რადიოების და სხვა მედიის მეშვეობით აღწერდა ამ მოვლენას და მაგას უპირისპირდებოდა სხვათა შორის ჯუ იყო პრაგმატიზმის გამოჩენილი სახე ამერიკული პრაგმატიზმის პედაგოგი თანაც ცნობილი ის ამბობდა რომ ამის აღკვეთა მხოლოდ შეიძლება განმანათლებლობის იდეებით ანუ აქ უკვე რო შევწყვიტოთ ეს ნაკადი ამ ჰეიტერობის და შეიმინგების და სიბინძურეების რაც ხდება და რაც წახალისებულია გარკვეული აი ლიპმანი ხო წარმოადგენდა იმას რა ქვია სახელმწიფო შტობს მაგრამ ის აღწერა რომ ეს ერთ-ერთი მექანიზმია მართვის ის უშვებდა რომ შეიძლება ხელისუფლების მხრიდანაც ხდებოდეს ესეთი რაღაცები და ძიუ პირისპირდებოდა რომ ეს უნდა აღიკვეთოს განმანათლებლობის იდეების დონეზე, რომელიც უნდა გავიდეს მასებში, მაგრამ ელიტაცაა საჭირო შესაბამისი უნდა ყავდეს, რომ ელიტას ბაძავდეს ეს მასები და ელიტა რო თუ ეყოლება ასეთი, უბრალოდ აღარ იქნება ასეთი ქცევა აი მასობრივ დონეზე. ალბათ ეს მომენტის გასათვალისწინებელია, რომ ხალხი ვინც ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე ამა თუ იმ სახელმწიფო შტოს მაღალ იერარქიას წარმოადგენენ ალბათ მაგათ მიმართაც უნდა იყოს უფრო კაცრი და უფრო ისეთი მიდგომები და თავადაც უნდა სხვა ლეველზეც საუბრობდნენ ვიდრე არ უნდა ეშვებოდნენ ცალკეული პიროვნებების შეურაცხყოფაზე, იმიტომ შეურაცხყოფა მათი მხრიდან ბადებს შესაბამის რეფლექსიას, ხო? ანუ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. მოკლედ მივედით მე მგონი დასკვნამდე რომ საერთო კულტურული დონეა უფრო ასამაღლებელი ქვეყანაში ვიდრე კომიტეტების შექმნა.
არა, კომიტეტიც აუცილებელია, რა თქმა უნდა, ისეთი კანონის დონეზე უნდა ამაღლდეს კულტურა? კანონის დონეზე ვერ ამაღლდება კულტურა. კულტურა ამაღლდება მეტი კულტურული ხალხით სოციალურ ქსელში. სოციალური ქსელი ახლა ეს როგორი რაღაცა, იცი, სარკეზე ბრაზდებოდე, ახლა სარკეში იყურებოდე, რაც საზოგადოება, ხო, რაც საზოგადოება იმის ანარეკლია. კი ბატონო, აი ოფიციალურად ამ ორგანიზაციის თუ ორგანოს მოვალეობა იქნება მონიტორინგი გაუკეთოს ასეთ სიძულვილის ენას, როგორც ტრადიციულ მედიაში, ისე სოციალურ ქსელში კომენტარების განყოფილებას და ასევე ოფიციალურ გვერდებს. და ამ სოციალური ქსელით ხო ჩვეულებრივი კერძო პირებიც სარგებლობენ, რომლებიც არცად არ ურთიერთობენ არც მედიასთან, თქვათ, არც ორგანიზაციებთან, არც მუშაობენ, თქვათ, ჩვეულებრივი უმუშევარი ქართველი ზის სოციალურ ქსელში უმრავლესობა და უკაკუნებს კლავიატურას, ასე ვთქვათ. ერთი დააწეს. აი ამათთვის როგორი იქნება ეს კანონი, როგორი მოქმედებს? ადამიანის მთელი კულტურა ისე მოწყობილი მიმისიზე, ასეთი ბერძნული ტერმინი არის, ნიშნავს მიბაძვას. ანუ ცნობილი ფაქტია, რომ აი სოციუმს რომ მოწყვიტო ადამიანი, ხო, 7 წლამდე, 8 წლამდე მერე უბრალოდ სოციალიზაციას ვერ გადის. აი მაუგლის ბავშვები ხო გაიგია? ჩემო ტყეში გაზრდილი იყო ხო, რამოდენიმე ცნობილი ისა, რა ქვია, ზოთე ვერანაირად ვერ დაუბრუნეს ადამიანო, ლაპარაკი ვერ ასწავლის, ქცევა ვერ ასწავლის და ადამიანის სწავლობს მაგ მიმისისის მიბაძვით ბავშვობიდან. ის ბაძავს გაგონილ, რა ვიცი, კინოებს, დედმამას, მეზობლებს, მასწავლებელს, მუსიკას, რა ვიცი, ყველაფერს ბაძავს და ამ მიბაძვით სწავლობს და უბრალოდ ოდნავ გადასხვეფარებულად მერე მისი პიროვნების, ასე ვთქვათ, კონტენტი ივსება და ხდება ის, რაც ხდება. ხო და იგიცაა ცნობილი ექსპერიმენტია სოლომონ აშის ბავშვებს თუ გინახია ბავშვებს რომ დააჯენენ 7 ბავშვი ის არის, რა ქვია, სპეციალურად დაჯენილი და ერთი ნამდვილად არ იცის რა ხდება და თეთრზე ეს 7 ბავშვი იძახის თეთრ კუბიკზე, რომ ეს შავი კუბიკია და ეს ბავშვი დაბნეული, მერე იძახის, რომ კი ეს თეთრ კუბიკზე იძახის ხოდიახ ეს შავი კუბიკიაო და ასე ბევრი სხვადასხვა ვარიანტებია ამის. გადამოწმებულია ხშირად, ასე ადამიანი მოწყობილი და ასე ქსელებით ეს იციან გარკვეულმა წრეებმა და იქ ხშირად არ ხდება სპონტანურად აი ეს რასაც ვახსენებდი დაშეიმინგება და ჰეიტერობა და ერთ ადამიანს მიუსევენ ხოლმე მიუსევენ და მერე გროვდება ეს სხვა უყურებს და სხვასაც უჩნდება სურვილის შეურაცხყოფის მიყენების და აი ასე აგორებენ რა თემებს აბათილებენ რაღაც გინდა საინტერესო მაგათაც შეიტანა ხო საკითხი ხო ვისაც არ აწყობს რა გარკვეულ ჯგუფს არ აწყობს ეს რაღაც ტროლი ბოტი შემოვაშენ თან რაღაცას მიგიწერს ხშირად ანონიმურად მე სხვა შეხედავს ამას უკვე რეალური პიროვნება აყვება ამის მინაწერს და შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივი აზრი სწორედ დღეს სოციალური ქსელებით იქნება ხო ფორმირება ხდება ამის და ისიც ფაქტია რომ ტელევიზიაზე მეტად უკვე უნდა თქვა მე მესმის ხელისუფლების შიში დავარქვათ სიფრთხილე დავარქვათ ეს სოციქსელები სწორედ იმ პლატფორმებზე დგას ვინც ასე ვთქვათ იდეურ დონეზე წინააღმდეგია ამ მთავრობის ხო ეს არის დიდწილად შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ფრთის და ჩვენ ვიცით არაერთ ქვეყანაში რევოლუციის მცდელობებიც და რევოლუციებიც კი განხორციელებულა სოციალური ქსელებით.
შევახსენებ აგერ მაყურებელს, რომ ტრამპს მოუწია საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა საარჩევნოდ, რადგან უბრალოდ ბლოკავდნენ, დაბლოკეს საერთოდ აკაუნტი გააუქმეს მის მომხრეებსაც, მაგალითად მას იძულებული იყო შეესყიდა ერთ-ერთი დიდი ქსელი იმასაც, ტრამპს თავისი ქსელი შეექმნა და ეს რაღაც ეტაპზე დაამარცხა ევროპაში ხომ საერთოდ პირდაპირ თქვა გაშობილა ამ ძალებისთვის ჯერჯერობით და თუნდაც საქართველოში მახსოვს მე არჩევნები, როცა გირჩმა მაგალითად სოციალური ქსელებით მიაღწია იმ ხმების რაოდენობას, რაც ხომ როგორ მიაღწია, კიდევ სხვა ისა რა ქვია, კი, სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად იმუშავეს, მაგრამ შეგახსენებთ ქართული ახლა უკვე fact checking-ი რო იყო. ეს კარგი წამოწყება იყო თეორიაში, მაგრამ თუ რას ემსახურებოდა ეს ორგანიზაცია და ფაქტურად თავისუფლების ინსტიტუტის დანაყოფი იყო და სოროსის ფილიალი აქ და როგორ ბლოკავდნენ მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ კონსერვატულ ტრადიციულ მოსაზრებასაც კი და ეგრევე ბლოკავდნენ და მთელი Facebook-ი გადაქცეული იყო ამ მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიის დღეს ცოტა შენელდა, აშკარად შენელდა ეს პროცესი, მაგრამ რამოდენიმე წლის წინანდელი ამბები გაიხსენეთ, ხო ჯემო? ეს იყო ფაქტიურად სოროსის ფონდის ქვედანაყოფი ღიად მოქმედებდნენ და ნებისმიერ კონსერვატორ აზრს ბლოკავდნენ. და ალბათ ბოლოს შეკითხვა იქნება ამ თემასთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა თემაზე გადავალთ. ხომ არ შიშობთ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს? მე არ ვშიშობ ახლა, რატო შიშობ? მაშინ ხომ არ ფიქრობთ? არა, შეიძლება გამოიყენოს, ახლა რას დაუძახებ ამას? თუ ის გამოიყენებს და ალბათ გამოიყენებს ამ მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიის პირდაპირ თქვათ ჩასახშობად რაღაც ძალიან რადიკალური გამოხტომების ალბათ ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება მე და რამოდენიმე დღეს უკან აქტი მიიღო ეგერ შეერთებული შტატების მთავრობამ იმის შესახებ, რომ გაუთანაბრა ეს მემარცხენე ლიბერალური რადიკალური დაჯგუფებები, ისეთი როგორც ანტიფა არის, მაგალითად, და ტერორისტულ ორგანიზაციებს სისხლის სამართლის, ასე ვთქვათ, იმაში რა ქვია, მოაქცია. და შენ გაგახსენებ, ანტიფა გახსოვს ეს აფროამერიკელი რო დაიღუპა პოლიციელმა რო გარდაიცვალა რაები აკეთ გადაწვეს ნახევარი ამერიკა და კაცმა ხმა ვერ ამოიღო პირიქით სიმბოლოთ აქციეს თავისუფლებისთვის ბრძოლის, იმიტომ სოროსი მფარველობდა, დემოკრატიული პარტია მფარველობდა უშუალოდ მაგათ, მაგრამ დღეს ისინი გავთანაბრებულები არიან ტერორისტულ ორგანიზაციასთან და თუ მოხდა რომ ამ ტიპის ორგანიზაციები და ამ ტიპის გამოხტომები, რომელიც პირდაპირ ვიცი მოუწოდებენ განადგურებისკენ გარკვეული ძალების თუ დაიბლოკა ამაში მაგალითად ვერ ხედავ ვერაფერს სულს. თუმცა ეს ვამბობ, ეს არაა გამოსავალი. პირიქით, მე ვფიქრობ ამ ხალთან, ასე ვთქვათ, უფრო ახსნა განმარტებებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ისინის პროპაგანდის მსხვერპლი არიან, ხო? შენ თუ გახსოვს, ზომბარდი იყო ასეთი დიდი ფსიქოლოგი და იგი სტენფორდის უნივერსიტეტში ჩაატარა ესეთი ექსპერიმენტი. კინო გექნება ნანახი, პრინციპი კინოში ცოტა სხვანაირადაა, ვიდრე იქ მხოლოდ სინამდვილეში სტუდენტები დაიყო რა ორ ჯგუფად
ერთ ჯგუფს პატიმრების ფორმა ჩააცვეს და მეორე ჯგუფს ბადრაგის ფორმა ჩააცვეს რა. ხო და ზუსტად ერთ კვირაში მოუწიათ შეწყვეტა ამ ექსპერიმენტის. იმიტომ იმდენად შევიდნენ როლებში ამ ფორმის ამ იდენტიფიკაცია გააკეთეს ხო ამ რაღაც სისულელესთან, საკუთარი პიროვნებების. სერიოზულად დაერიან ერთმანეთს და მგზად იყვნენ მოსაკლავად იწეოდნენ ერთმანეთს და წარმოიდგინეთ, როდესაც ამ ხალხს დიდწილად ბავშვებია ხო დიდწილად. ამ ხალხში მილიონობით დაფინანსება ჩადებული, ინდუსტრიულ დონეზე წლებია, 10-15, 20 წელი ალბათ მიდის უნამუსო დამუშავება ამათი ჯერ არ ჩამოყალიბებული გონის და ჩამოყალიბდნენ ასეთ პიროვნებებთან და ეს პიროვნებებიც შენი ქვეყნის შვილები არ ყავს საქართველოს დასაკარგი პატარა ქვეყანა დასაკარგი შვილები არ ყავს რაგორადაც არ უნდა ფიქრობდნენ და თუნდაც მტრად აღიქვამდნენ შენ და მოსაკლავად იწეოდნენ შენ ყველაფერი უნდა შენ თუ პრეტენზია გაქვს სახელმწიფო წარმოქმნელ კლასტერზე ხო შენ ვალდებული ხარ ისინი კი არ გარიყო როგორმე აუხსნა რომ თლად მასე არაა საქმე თქვენ როგორნიათ ბავშვებო აი თუნდაც ეგრე ლინკოლნის მაგალითია როდესაც ის მოიხსენებდა თავის მტრებს როგორც ამერიკის შვილებს და რაღაცნაირად შერიგებისკენ მოუწოდებდა მათ იქ წამოუხდა ერთი ქალბატონი ასაკოვანი და როგორ ბედავთო თქვენო ჩემი შვილი იქ იბრძვისო იქ მეგობრები გარდა მოუკლესო და ну თუ ჩვენ უნდა ვაპატიოთო ჩვენ მტრებსო რა ეს ჩრდილოელები და სამხრეთელები რო ებრძოდნენ ერთმანეთს და ჩვენს აბრაამ ლინკოლნი ეუბნება ჯო მე მაგათ ვერ ბრძვიო ასე როდესაც ჩემ მეგობრებად ვაქცევ და უამრავი მათი მეგობარი მე გადავიდა ამით მხარეს ხო ჩრდილოელების ხარ მიხდნენ რომ არასწორი იდეა არ შეიძლება ადამიანის ჩავრვა კი ეგონათ რომ ეს ნორმალურია მონობა და ფეოდალიზმი მაგრამ დადგა გადაიყვანენ სხვა რელსებზე და კი ჩვეულებრივ შეერწყან ნორმალურ საზოგადოებაში ესენც ესე იგი როგორც უყურებდა თქვენი საუბრიდან გამომდინარე ჩანს არც ისე პესიმისტურად ხართ განწყობილი ამ ახალი კანონის და ახალი სტრუქტურის ამოქმედებისადმი არა რატო არა პირიქით ძალიან დადებითად ვარ და მაგრამ ეს გეუბნებთ ეს არაა სამუშაო იმ დონეზე რომ გრიშა ონიანოვიჩ ვინმე შეიგინება და ამაზე რაღაც ადმინისტრაციული საჯელი ან სისხლის სამართლის თუ რაღაც ну ყოველ შემთხვევაში იმედი ვიქონიოთ რომ მედია არ დაიჩაგრება ამ შემთხვევაში ხა რესპონდენტის ნათქვამ უხეშობაზე და სიძულვილის ენაზე ჩვენ არ მოგვეთხოვება ალბათ პასუხი ну მეორეჯერ არ დაპატიჟებ და ეგ იქნება თორე კი ბატონო მეც მქონია შემთხვევა პირდაპირ ეთერში დაურეკავს მაყურებელს და რესპონდენტისთვის დედა შეუგინებია და რა თქმა უნდა ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა მაშინ ჩემთვის მაგრამ ეს არ იყო ჩემი ბრალი ხო ზოგადად ქვეყანაში არაჯანსაღი ატმოსფერო თუ გინდა მაქედან დავიწყოთ და ეგ არის და ალბათ გადავალთ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჯანსაღ ატმოსფეროზე მაინც სხვა ინსტიტუტების თუ ამუშავდება შესაბამისად ალბათ გადავა თუ ეფექტური იქნება და მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით არ იქნება გამოყენებული ეს ყველაფერი მე მინდა შევახსენო ჩემს მაყურებელს რომ ჩვენ საუბრობთ ბატონ დავითთან ერთად ახალ კანონზე და იმაზე რომ 1 ივნისიდან უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი ამოქმედება რომელიც სოციალურ ქსელებში და ტრადიციულ მედიაში ასევე ოფიციალურ გვერდებზე სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებზე და კომენტარების ველში სიძულვილის ენას გააკონტროლებს და მათზე რეაგირებას მოახდენს. ახლა შექმნილ სამართლოს ექნება უფლება, რომ თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევების ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალ დარღვევა ჩაიდინა. მსგავსი პრაქტიკა მოგეხსენებათ მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიტანოთ
ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიზულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისაგან. პირველი შემფასებელი ამის იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, მაგრამ საბოლოო კრიტიკული შემფასებელი ამის იქნება სასამართლო, ისევე როგორც ჩემს მიერ წეღან ჩამოთვლილ ქვეყნებში ხდება. კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახთეს ამის გარანტიას გასვით. მაგრამ თუ საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, არა მხოლოდ საქართველოში, საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში პრეცედენტულად გავრცელებული მოსაზრებით ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება, შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებელ წინადადება თუ ფრაზად. ამ შემთხვევაში დიახ, მათ შორის შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის თუ პირთა ჯგუფის მიმართ. ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნება, თუმცა ამავდროულად ეს თავის მხრივ არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაივლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფას, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებს თუ ამგვარი ბრჭყალებში, ამ შემთხვევაში უკვე ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის. მოვიტანთ პრაქტიკას, რომ ბრიტანეთში მაგალითად პირობითად ავიღოთ მიათედი შეურაცხყოფისათვის მკაცრი სანქცია გამოიყენა სასამართლომ და 10-ჯერ მეტი შეურაცხყოფისათვის ისინი გააპროტესტებენ კაცრად რაღაცას, აქ ჩვენ დავარწმუნებთ საზოგადოებას, ისინი არასდროს დარწმუნდებიან ამ სიმართლეში, დარწმუნდებიან შეიძლება შინაგანად, მაგრამ საჯაროდ ამას არასდროს არ აღებენ. დრო იწურება ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი, მაგრამ მე ვერ გაგიშვებთ ამ სტუდიიდან და იმ გადაცემასაც ისე ვერ დავასრულებ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შესახებ რომ არ გკითხოთ და ამასთანავე პუტინის შეხვედრაზეც მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის დიდი ხნის დანატრი და ზოგიერთისთვის საშიში, ასე ვთქვათ, სამიტი დასრულდა, რომელსაც მნიშვნელოვანი ეფექტი ორი ქვეყნის პოლიტიკაზე ნამდვილად არ მოუხდენია, მე მგონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩაიც მიირთვეს, ტრამპისთვის ექსკურსიაც მოეწყო და ბევრი რაღაცა გაკეთდა, მაინც კრება დარჩა მხიარული, ასე ვთქვათ. კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, რასაც საზოგადოება და ძალიან ბევრი ვინმე მოელოდა, რომ რაღაცა შეიცვლებოდა ამ ორ ქვეყანას შორის. ექსკურსია ძალზე საინტერესო მოუწყო ტრამპს, სი ძინპინმა მიიღო ამ ბაღში, სადაც 1000-წლოვანი ხეები იყო და გაკვირვებული იყო ეს ტრამპი ამ ბაღნარით და ამას ძალიან აღმოსავლურად მიანიშნა, რომ ჩვენ აგერ ხეები ყავსო 300-400 წლისო, შენი სახელმწიფო 200 წლისო მთლათო. ხო და მთლად მასე არა უშედეგოდ არ დაჩეს იქ ძირითადი, ასე ვთქვათ, კონტურების მოხაზვა ხდებოდა. ჩემი აზრით მიდის მომზადება იალტა 2-ისთვის. ანუ სამყაროს ახალ-ახალი გადანაწილებაზე მიდის შეჯერება პოზიციების, ვის რა გავლენის ზონები ექნება. რამოდენიმე დღის მერე იქ პუტინი ესტუმრა ტრამპის შემდეგ. უფრო და უფრო გააღრმავეს თავის სტრატეგიული
ურთიერთობები, ხაზი გაუსვეს, რომ არ დაუშვებენ მილიტარიზაციას სამყაროს ხაზგასმით იყო და მილიტარიზაცია იქ ევროპაში რაღაც თელობა, რაღაც გერმანული სამხედრო მანქანის აღორძინებისა, იქ ჩინეთს მისი პრობლემა აქვს იაპონიის თვალსაზრისით და ამ შემთხვევაში ერთგულში არიან შეერთებულმა შტატებმაც გაცხადა, რომ ის შეჩერდა რაღაც ბაიდენის დროს ხელმოწერილი დოკუმენტი 14 მილიარდიან სამხედრო დახმარებაზე ტაივანისთვის და ტრამპმაც განაცხადა, რომ 9,000 მილის იქითაო მაგი კუნძულიო ჩვენგანო და ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო გზით ჩარევასო და მაგრამ ჩინეთმაც უნდა შეიკავოსო და ალბათ ჩინეთიც არა ესეთი სხვა ტიპის სხვანაირად მოქმედებს ხოლმე მისი ექსპანსია გათვლილია წლებზე ხოლმე რა მასე ნახევად მასე შემოერთა თავის დროზე საუკუნეებში გაწელილი ქონდა ეს სტრატეგია შემოერთების სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით და შემოერთა ეს ვიეტნამი და რა ვიცი ქვედა ინდონეზია და კოლონიზაცია მოახდინა და ტაივანსაც ალბათ მასეც საბოლოო ჯამში მასე შემოერთებით უფრო აი ეს პარტია რომელიც ახლა არის შემდეგ არჩევნებზე სავარაუდოდ წააგებს აი გომინდანის პარტია, ვინც დაარსა საერთოდ გომინდანის ახლა შორს წაგვიყვან სამოქალაქო ომი ახლა რო გომინდანის მთავრობა გაიქცა იქ, ანუ ჯერჯერობით ოპოზიციაშია ამჯერად ეს, მაგრამ მათი დაარსებული და ამას წინათ იყო ჩასული სი ძინპინთან და სავსებით დადებითად არის გაერთიანების თაობაზე განწყობილი იქაური გომინდანის პარტიის ლიდერი. რა შეიძლება თქვა ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, იქ იყო საუბარი კიდევაც ციმბირის ძალაზე, გასადენზე, რომელიც უკვე 20 წელია მაგაზე ვერ მორიგდნენ ჩინეთი და რუსეთი, ან ეს ტექნიკური საკითხია, მაგის, რომელიც არ წვეთს საერთო ამინს. მოკლედ ერთი რამ კია საინტერესო, რომ უფრო და უფრო თავად ევროპაში ისმის ხმები, რომ დავიწყოთ საუბარი რუსეთთან, ამის შემთხვევაში თუ რა პროცესები მიდის, რომ ევროპა, ეს ელიტები უბრალოდ თავად ხედავენ, რომ მათ გარშემო სხვა სამყარო იბადება და ინაწილებენ მათ გარეშეც და ლოკომოტივი გერმანიის სახით ევროპის ამ ფასების აწევის გამო ენერგომატარებლებზე ფაქტურად რეცესიას უკვე მესამე წელია რეცესიის პირობებში ცხოვრობს საფრანგეთი იქ დეფოლტის საშიშროება აქ იტალია ვალებში ირჩება და ამის უგზავნიან მესიჯებს უკვე პუტინს რომ უნდა შეხვდნენ ალბათ შეხვდებიან და პუტინი თავის პირობებს წაუყენებს უკრაინაში კი ხედავთ ყოველდღიურად სკანდალს მოყვება კორუფციული სკანდალი ჩვენი აქ ეს ნაციონალების ტელევიზიები კი აცხადებენ რომ წინ მიწევს უკრაინული არმია, მაგრამ ბლეფია თავიდან ბოლომდე განკუთვნილი აქაურ ელექტორატზე, რომ გორმე შეადუღაბონ რიგები და გამოიყვანონ 26-ში და რაღაცა ზღაპრებში აცხოვრობენ მაინც და რა ვიცი რეალობაზე შეჯახება მასე გამოფხიზლება ევროპის რთული იყო, როცა რეალობა შეეჯახა და ამათის შეჯახებაც რეალობასთან იქნება ძალიან რთული, ვატყობ ესეთი
რთული პახმელია იქნება ამ ყველაფრის მე. აი, საგულისხმოა, რომ როგორც მედია აღნიშნავს, შესასვლელთან ტრამპისგან განსხვავებით პუტინს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ამჟამინდელი პოლიტბიუროს წევრი დაახვედრეს, დახვდა. რა სიგნალია ეს? ხომ არ ნიშნავს, როგორც პრესა წერს, რომ ჩინეთი მოსკოვს საიმედო პარტნიორად განიხილავს. განიხილავს, ამას ნიშნავს სწორედ და უფრო და უფრო ხმავდება მათ შორის პარტნიორობა და ჩათვალეთ, რომ ეს მათი ისინი არის, რა ქვია, სამხედრო პოტენციალი რუსულია, დიდად აქეთ ენერგო მატარებლები რუსულია და ტანდემში მუშაობენ ახალი წესრიგის დასაუბრად აფორმებენ ამას წინათ სი ძინპინმა ილაპარაკა მაგაზე, რომ ისინი აფორმებენ უკვე რაც არის და უნდა გახდეს რას ახლა მომავალში. Знаете, я стараюсь, здесь коллеги выступали, я стараюсь некоторые вещи помечать для себя, для того, чтобы кое о чем потом вспомнить. В том числе отметил и то, что вы сейчас только что говорили, уважаемые коллеги. Вот вы сказали вот о чем. Когда дискутировали с моим коллегой из Китайской Народной Республики, вы сказали так, я записал. Российская Федерация и Китай формируют новый миропорядок. Россия и Китай не формируют новый миропорядок. Мы его только оформляем. Новый миропорядок возникает естественным образом. Это все равно, что восход солнца. От этого никуда не деться. А мы его оформляем и, может быть, расчищаем дорогу для этого процесса с тем, чтобы он был более сбалансированным и отвечал интересам подавляющего большинства стран. Мы очень рассчитываем на то, что все страны вот это будут осознавать и, в конце концов, поймут, что, как я уже сказал, что вот такой способ найти решение, он лучше, чем способ давления. И на самом деле и тот неоколониальный по сути своему миропорядок, в котором жило человечество на протяжении многих столетий, если не тысячелетий. აი ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ დავით ჩხარტიშვილი, პუბლიცისტი, საუბრობდა ჩვენთვის საინტერესო თემებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას და მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემა ჟურნალისტის დღიურები. ამით გადაცემა დასრულდა. მადლობთ ყურადღებისთვის.